მოგესალმებით, პატრიცემულო მსმენელებო და მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზო ისევ ისმაილ პერეზის ვიდეო, ოღონდ თემა ეხება იუპიტერს და მზის დაცვას. ამ ვიდეოში ისმაილ პერეზი ყვება თუ რამდენად მნიშვნელოვანია იუპიტერი და მზის დაცვა ჩვენთვის, ისინი არიან ჩვენი დამცველები. ხო, და კიდევ ის საუბრობს ატლასზე. ატლასი წინა ეპოქებშიც ყოფილა დედამიწაზე. და რამე ხამე დავამატო. ატლასს ხედავენ მხოლოდ ისინი, ვინც არიან უკვე მომზადებული მეხუთე განზომილებისთვის, მეოთხე განზომილებისთვის. მეორე და მესამე განზომილების ადამიანებისთვის შეუძლებელია ფიზიკური თვალებით ნახონ ეს ატლასი, რადგან ეს ატლასი მოსულია კი მომავლიდან, მაგრამ იქ ხო მეტი განზომილება, ახლა ჩვენი დედამიწა ხო გადადის, ამ გადავიდა უბრალოდ ის ნახევრად შესულია მეხუთე განზომილებაში. ხო და ესე იგი, როდესაც ადამიანი თავის ცნობიერებას ამაღლებს, როგორ შეიძლება ცნობიერების ამაღლება, თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ. და კიდევ, შეგაცდენთ და დაუჯერებთ იმათ, ვინც გეტყვით, რომ ანამ რელიგიის წარმომადგენელი უნდა გახდეთ, ანამ წამსის წარმომადგენელი. არა. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რისი წამ და რისი ჯერათ, რა წამსის წარმომადგენელი ხართ, რომელ რელიგიას ეკუთვნით, ან რომელ სექტას. აქ მთავარია თუ თქვენ როგორი სულიერი დონე გაქვთ. ანუ როგორ დავახასიათოთ უნდა ადამიანები სულიერი დონის მიხედვით. ადამიანი, რომელიც არ არის აგრესიული, არ აგრესიულობს, არ კონფლიქტობს, ცდილობს პატივისცემად სხვის აზრს, ცდილობს პატივისცემად სხვის რელიგიას, არ ცდილობს გული გაუხეთქოს ვინმეს ჯინზე, ჯიბრზე, შურისძიების მიზნით, არ ცდილობს რამე გაუკეთოს სხვა ადამიანს, მაგალითად შეუძლია ემოციები გააკონტროლოს, შეუძლია არ აყვეს. იმიტომ რომ ადამიანი თუ აყვა კონფლიქტს, ან თუ აყვა ემოციებს, შეუძლებელია ითქვას, რომ მან მიაღწია სულიერი სიმშვიდის დონეს. ჩვენ ყველანი, ვინც გვინდა რომ გადავიდეთ, უნდა შევეცადოთ გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. ერთ-ერთ ვიდეოში მე გითხარით, რომ ადამიანის მარჯვენა მხარე არის დადებითი, ადამიანის მარცხენა მხარე უარყოფითი. და ეს არის შუა, ეს ხაზი არის ბალანსის ხაზი. როდესაც ადამიანი ზედმეტად იცინის უმიზეზოდ, მაიმუნობას რომ უწოდებენ, მაგალითად ასეთ სიტუაციებში რომ აღმოჩნდებიან და ვინმეს დასწინიან და ხარხარებენ და იცინიან, ან რომ ამბობენ სიცილი თერაპია არის ტყუილია, დაუჯერებთ ამას. ზედმეტი არაფერი არ ვარგა თურმე, არაფერი. ხო, არ მახსოვს მე რომელი ვიდეო იყო ეს, ზედმეტი თურმე არაფერი არ ვარგა. და როდესაც ეს ზედმეტი სიცილი ხდება, დადებითი, ესე იგი მხარე, ბალანსი გადაიხრება უარყოფითისკენ. ხო, წევს ესე იგი, გადადის უარყოფითი მხარის ტერიტორიაზე და ეს იწვევს ადამიანი დაუშვათ, რომ მოიწამლება, უცებ მიღებს დიდი რაოდენობის შხამს, იმ საწამლავს, ის გაფუჭებული საჭმელი იქნება თუ რა იქნება, თუ წამალი იქნება, ხომ აწყდებს ადამიანს. აი ამდაგვარად ის ნეგატიური მხარე გამოდევნის სისწრაფით მარჯვენა მხარეს ამ ბალანსს თავისი ტერიტორიიდან და ადამიანს უჩდება, შეიძლება გაუჩნდეს რაღაც პრობლემები.
არ ვიცი ხა სხვადასხვა სახის არ ვიცი რა პრობლემა, მაგრამ რაღაც პრობლემა აუცილებლად გაუჩნდება. მაგალითად ხო იტყვიან იმდეს ვიცინითო, ალბათ ვიტირებთო, ხო, ეს წყულად არა ნათქვამი, ჩვენამდე მოვიდა ეს ძველების ნათქვამი, ბევრი ნათქვამი მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამის ახსნა. არ ვიცით. არ გვახსოვს ჩვენ ბებიები და ის წინაპრები ჩვენი ხო მოხდა, მაგრამ დარჩა ესენი, მაგრამ თანამედროვე შთამომავლობამ არ იცის თუ რატომ მოვიდა ჩვენამდე ეს თუ ის გამოთქმა. ისევე ზედმეტი უარყოფითი ნეგატიური გზნობებიც ახდენს გავლენას დადებითზე. ბუნება ცდილობს გაათანაბროს ცუდი, კარგი, ბნელი სინათლე, ბოროტება, სიკეთე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბნელი მხარეები ჩვენ გვეძლევა იმისთვის, რომ ჩვენ გამოვცადოთ ჩვენი სული. გამოცდეთ, ჩავაბაროთ, რომ გამოვიმუშავოთ საჭირო უნარები, რაც ჭირდება იმისთვის, რომ სულიერად გავიზადოთ, ცნობილად გავა. თქვენ იცით, რომ როდესაც ადამიანი კი უნდა იკითხოთ, მაგრამ უნდა იცოდეთ აგრეთვე რა წაიკითხოთ, უბრალოდ თქვენ უნდა აირჩიოთ, როგორც რა დონეზე, რა ვიბრაციის დონეზე არის განვითარებული ადამიანის სულ ადამიანის ცნობიერება, მაგდაგვარად რეზონირებს ინფორმაცია მისთვის. მაგალითად, აი მე მოგიყვანთ მაგალითი, ისე ნუ გამებრასდებით, რომ ჩემ თავზე ვლაპარაკო. ადრე ესტრადული სიმღერები, ჯაზსაც უსმენდი, ესტრადულ სიმღერებით უსმენდი, მომწონდა, როკი არ მიყვარდა. თუნდაც ძიმე როკი. სიმფონიასაც უსმენდი, სად იყო მაშინ ინტერნეტი. ტელევიზორში თუ გამოჩნდებოდა რამე სიმფონია, ბალეტის ყურება მიყვარდა. მე გრძნობდი, რომ სიმფონია მიზიდავს სმენამ, სიამოვნეს თან, მაგრამ მე არ მქონდა საშუალება სიმფონიურ მუსიკაზე მომეცინა და ამიტომ უსმენდი ესტრადებს ამას. კი იცი და ხა ბავშვურ ასაკში ყველას რაღაცა უნდა გათქმულები გახდნენ, გამოვიდნენ სცენაზე და ასე შემდეგ. მე სხვათა შორის მიდოდა შესაძლოა, მაგრამ დედაჩემ საშუალება არ ჰქონდა, რომ პიანინოზე მევლო. ვიყავი მასწავლებელთან, მან მხოლოდ მსმენა ჰქონდა, მე ამ მსმენას ხო განვითარება უნდა, მაგრამ მე მეხერხება ხატვა და ხატვა მიყვარს, ქსოვა მიყვარს, ნერვებს ამშვიდებს. ის კი რა, ახლა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ კი ქსო, მაგრამ თვალები მაინც გამირბის, იმას ხო ის უნდა დაკვირვება ზეპირა უზორებში მიყვარს ქსოვა. და რამე და ახლა რაც მოვყვები ახლა ამას მე, ისევ თემას გადავუხვიე. და ხო, ბოლო წლებში, ახლა კი არა, წინა წლებში, კოვიდის შემდგომ წლებში, კოვიდამდეც, მამა ჩემი ცოცხალი იყო მაშინ. შევამჩნიე, რომ ვერ უსმენ ესტრადას. საერთოდ ესტრადა, ეს ჯაზია თუ რაც ხა, ამ სამყაროს, მადრეულ სამყაროს მუსიკას ვერ უსმენ ბოლომდე. ვერ უსმენ. არის ზოგი მუსიკები, კი, მაგრამ ვერ უსმენ. ზოგს კი გაჩნია ახლა, მაგრამ ნაკლებად, რომ ბოლომდე მუსიკას მოусმენ. შეიძლება რამდენიმე მუსიკა და ბოლო დროს მას მოთხოვნილება კლასიკური მუსიკის მიმართ. ხო. რადგან ინტერნეტ ხან გადმოვიტერ ხოლმე ვიდეოზე ამ მუსიკას და ვუსმენ, სანამ ინტერნეტში ჩავთავ. ადრე არ ვაკეთებდი ამას და მე ვინანე. და ერთდღიური მუსიკა მას ახლა მეტი მეხსიერება რის საშუალებას იძლევა. ჩავთავ ერთ რომელიმე კლასიკური მუსიკოსის მუსიკას და ვუსმენ და
სიამოვნებს, რეზონირებს ჩემთან და რა არის იცით, ერთ-ერთ ვიდეოში მგონი მარია ასათიანს ყავდა ბავშვიანი ქალი, ბავშვი არ მახსოვს რით იყო დაავადებული, მგონი აუტიზმით და მან გაყიდა ყველაფერი ქალაქში და წავიდა სოფელში, შეიძინა სახლი და სიმფონიას ასვენინებდა ბავშვს, ეს უკურნასო. მე მაშინ გამიკვირდა ეს, მაგრამ შემდგომში აღმოვაჩინე, რომ ხო, სიმფონია კურნავს და მეც, როდესაც უთხასიათზე მოდა მოვუსმე სიმფონიას, ან დავიწყებ ჩავთა, თუ მძიმედ ვარ, თუ რაღაცამ ჩემზე იმოქმედა, ის მახსიანებს სიმფონიური მუსიკა. როდესაც მე ესე იგი დაიწია, საერთოდ როდესაც ადამიანი რამეზე ინერვიულებს, ან რამე პანიკური შეტევა გაქვს, ან დაუშვათ რაღაც გეშინია იმან ეს ხო, ხდება ხანდახან, რომ მე ასეთ მდგომარეობაში ვარ, ამ დროს იწივა ვიბრაცია და როდესაც მე ვთავ სიმფონიურ მუსიკას, ის თიშა ვიმწუთავს და მაშინ იმ მომენტში მე ხვდები, რომ ვიბრაციები მაქვს დაწეული, იმიტომ რომ სიმფონიური მუსიკას უძლებენ დაბალ ვიბრაციული ხალხი ვერ უძღებს. არა, მე არ ვამბობ ხა აფრინდი მაღალ ვიბრაციაზე, მაგრამ იმ ვიბრაციაზე ვარ, რომ სიმფონიური მუსიკამ სიამოვნება მომაყენოს. და საერთოდ სიმფონიური მუსიკა წმინდავს გარემოს, სივრცეს, მისკერა სცენარეებს კიდე რომ მოასმენინოს, კარგი შემოსავალი, როდესაც ასმენინებენ, იყო ასეთი ექსპერიმენტი, შემოსავლებმა, სცენარებმა კარგი შემოსავალი მოიტანეს. მოიტანეს მეთქი მიიღეს, ნაყოფი ხარისხიანი იყო. და ისმაილ პერეზი ამბობს, რომ ბევრ თქვენთან განსო გაუხარდებაო ის ინფორმაცია, რასაც მე თქვენ დღეს გაგიზიარებთო. მე ხა მოგიყვებითო თქვენ თუ რა ხდებაო იუპიტერის მეთაურობაშიო. ახლა ორიზონის თებში არის დღის 4 საათი. მე ხა ვიმყოფებიო სიელში. ჩვენ ძველებურად მივყვებით ჩვენი ნიჭიერის დროის ხაზს. ჩვენი მზის სისტემაშიო ახლა ხდებიან ერთმანეთს სხვადასხვა საბჭოებიო ორგანიზაციებიო ვარსკვლავური სისტემების და არსებობს ჩანაწერებიო, რომელსაც ატარებდნენო, შეხვედრებს ატარებდნენო ეს ნაცისტური არისტოკრატული გამოყოფილი ჯგუფი ვარსკვლავური სისტემების წარმომადგენლებთან. მილიონი წლების განმავლობაში ის ჩვენთან აქ დრო, თორე იქ სხვანაირად მიედინება დრო. სხვათა შორის თქვენ თუ მოусმენთ ჩემ ჩანაწერს ჩემ ვიდეოებს პენი ბრედლიზე 12 ვიდეოა, იქ ერთ ვიდეოში ის ხსნის თუ როგორ ხდება ამ ხაზების შენაცვლება, გადაადგილება, როგორ ხდება ამ ხაზებს შორის, ლინეირულ და არალინეირულ ხაზებს შორის, წრფედი და არაწრფედი თუ არ მეჩლება. თარგმანი სულ მავიწყდება ამის ზუსტი. ამიტომ თუ იქ ხსნის კარგად ამას. არ მახსოვს რომელი ვიდეოა. მგონი მესამე თუ მეოთხე ვიდეოს შემდეგ უნდა ეძებოთ, თუ არ ვცდები. თუ მოусმენთ ყველა ვიდეოს პენი ბრედლის წარმოდგენა მაინც გექნებათ ნაცისტებზე, თუ როგორ მოახერხეს მაგათმა ასე განვითარება კოსმოსში. მზის დაცვა, ანუ სოლნეჩნე straży არიან ჩვენი პლანეტაში საშორისო, მაპატიეთ პლანეტა საშორისო დაცვა, პოლიცია, რა? პოლიციის როლს ასრულებენ. 1960 წლებიდან შედის გალაქტიკური საბჭოს შემადგენლობაში, ანუ როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, იუპიტერის მეთაურობაში. მზის დაცვა განვითარდა მეორე დონის ცივილიზაციამდე და გაუსწრო ზედაპირულ სამყაროს და მზის დაცვა ახლა მოქონდეს არამხოლოდ როგორ სამგანზომილებიანი ხომალდი, არამედ როგორც მრავალგანზომილებიანი ფლოტი, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენ აქტიურობას მზის სისტემაში და იცავს განვითარება ცივილიზაციებს.
ამდაგვარად მზის დაცვა ფუნქციონირებს არა მხოლოდ ფიზიკურ ხილვადობაში, არამედ ეფირულ ფენებში, ჩვენი მზის სისტემაში, მზის სისტემის ეფირულ ფენებში, ანუ სხვა გაზომილებებში. მით უმეტეს მე-5-მე-6 სიმწყეში. და ერთ-ერთი საშუალება, რომლის დახმარებით მაგათმა მიაღწიეს ამ მაღალ სიმჭიდროვებს, მათ გათქმა აითვისეს სივრცეთა შორისო ფიზიკა. ეს ის ფიზიკა რა, ჩვენ რო ვსწავლობთ სკოლებში და უნივერსიტეტებში, არა. საერთოდ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რასაც გვასწავლიან სკოლაში, ეს არის მოგონილი ყველაფერი, გადასხაფერებული, გადაკეთებული. ჩვენ არაფერს სწორს და ხარისხიანს არაფერს გვასწავლიან სკოლებში. პირიქით, ჩვენ გვატენიდნენ თავში სიყალბეს, ნაგავს, ასე ვთქვათ, მეცნიერულ ნაგავსაც, რატომ თქვენ წარმოიდგინეთ, მეცნიერება ხომ უნდა ვითარდებოდეს ერთ ადგილზე, ხომ არ უნდა იდგეს? არა. როგორც ოდესღაც ვითომ მიღწეული სამეცნიერო კვლევებით, მიღწეული სამეცნიერო გამოცდილებები, ოდესღაც და ამაზე დამთავრდა. და იმ მეცნიერებს, რომლებიც ცდილობდნენ, ახლა უკვე ვერაფერს იზამენ, ხალხამდე, ჩვენამდე მოეტანა სიმართლე, ან ჟანგბადს უგედადნენ, ან აქროვდნენ. და როგორ გონია თქვენ, ტესლა რატომ შეაჩერეს? ტესლამ გამოიგონეს ისეთი რაღაცა, რომ ბიზნესი იმდროინდელი მდიდარი ხალხის ჯიბებს დააცარიელებდა და მათ არ უნდათ ფულის წყაროს დაკარგვა ნებისმიერ ხარჯით. მზის დაცვა იყენებს ტექნოლოგიებს. ეს არის გზა მე-5 და მე-6 სიმჭიდროვემდე, ანუ გაზომილებებამდე, აღმავლობის წინ ამ ტექნოლოგიების დახმარებით. არის სხვა საშუალებებიც, რომ მოხდე ამ აღარ სიმჭიდროვეებში, მაგრამ ყველაზე კარგია თუ თქვენ ამას გააკეთებთ ბუნებრივი გზით. და შეიძლება ითქვას, რომ ეს მზის დაცვა მოქმედებს მე-3-მე-4 სიბრტყის მიღმა. მე-5-მე-6 სიბრტყეშიც, სადაც მიდის დროისი ხაზების შემუშავება და დაცვის ვარიანტების როგორ გითხრათ, შერჩევა. და ეს ხდება პირდაპირ ამ მომენტშიც, როდესაც მე აქ საუბრობ, სორი უორდონის მისია, რომელიც იყო შემუშავებული თეთრი ქუდებით, ეს კიდევ შეგახსენებთ, რომ არის ხომალდი. თეთრი ქუდები არა. დამაიწყე რაღაც სახელი და გვარი რომ გითხარით, ხომალდის დასახელება. და ეს მოქმედებს, ისინი მოქმედებენ უბრალოდ 1964 წლიდან და მათი ფუნქცია შედგება იმაში, რომ დაიცვას დედამიწა გადასხლის მომენტში, დაიცვას ცნობიერება გადასხლის მომენტში. აგრეთვე ისინი ბალანს ინარჩუნებენო და აგრეთვე კონტაქტობენო სხვა სამყაროებთან. დროის ხაზების ბალანსს ინარჩუნებენ, ანუ უკვე ფალსიფიცირებულ დროის ხაზებს, ხელოვნურად შექმნილ დროის ხაზებს აქრობენ, ანიგილაციას უკეთებენ და ტოვებენ ჩვენი უბრალოდ ცდილობენ შეარჩიონ დედამიწისთვის პოზიტიური დროის ხაზი და ეს დროის ხაზი დაიცვან. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სურველია ჩვენ გადაგიყვანოთ პოზიტიური დროის ხაზიდან ნეგატიური დროის ხაზზე, სადაც უარესი მდგომარეობა იქნება ომები, გლობალური კატაკლიზმები და ასე შემდეგ, მაგრამ პოზიტიურ დროის ხაზზე ისინი რადგან იცავენ, იგინი ცვლიან ჯაჭვებს იღებენ დაზიანებულ ჯაჭვს დროის
ხაზის დასენებულ ჯაჭვს და იქ დებენ ცვლიან მაგათ უფრო პოზიტიურ შედარებით დროის ჯაჭვზე. ჯაჭვი ხო შედგება რგოლებისგან. ჯაჭვი არა, მე არასდროს გითხარი, რგოლებს ბჭყალებში უცვლიან ამ დროის ხაზს, სადაც ზიანდება, იქ ამოიხებენ ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში რგოლს იმ ადგილს და დებენ ეგრეთ ვთქვათ საჭირო მონაკვეთს დედამიწის დროის პოზიტიური დროის ხაზისა. მართვის ვინც არ იცის თუ რა არის იუპიტერის მეთაურობა, სამეთაურო პუნქტი, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს იუპიტერის სამეთაურო პუნქტი? ეს არის galaktikuri ფედერაცია, ანუ საბჭო, რომელიც ბინადრობს ახლა იუპიტერზე. ის არსებობს აქ უკვე მილიონი წლები და მუშაობს უფრო მაღალ გაზომილებებში, ანუ სიმჭიდროვეც შეიძლება უწოდოთ მათ, მაღალ სიმჭიდროვეებთან მუშაობენ და ჩვენი ფიზიკური თვალებისთვის, ვინც მესამე გაზომილებაშია ჩართენილი, მეორე გაზომილებაში, ჩვენ მაგათ ვერ ვნახავთ. ხანდახან ჩვენ გონიათ, რომ არაფერი არაა, მაგრამ ვინც არ იცის, ვისაც ცოდნები არ გააჩნია, ახლა მე ხომ ვიცი მაგალითად, რომ ის შეიძლება ვიცი, რომ ფიზიკურ დონეზე თუ არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დონეებზე არ არსებობს. ახლა მე რომ ამ ოთახში ვარ, ვზივარ, ქირავ ერთ ოთახია, ხო? ერთ ოთახს. მე მგონია, რომ მე ვარ მარტო აქ ფიზიკურ დონეზე, მაგრამ მე რომ შემეძლოს განჭვრეტა ინტრული დონეების, მე შევამჩნევდი, რომ აქანე მე კი არა, აქ ცხოვრობს ბევრი ვინმე ამ ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი ვინმე, ოღონდ მე ჩემი ფიზიკური თვალით ამას ვერ ვამჩნევ. ისინიც ვერ ხედავენ ჩვენ. ვიდრე რომ ზედა განზომილებიდან რო ჩამოვიდნენ ჩვენთან, ვიბრაციები უნდა დაიწიო, რომ ჩვენ შეგვამჩნიო. მასე აკეთებენ პლეადინელები, აქტურიანელები, ისინი იმძიმებენ ენერგიას, რომ ჩვენამდე, ესე იგი, ჩვენ გვანახონ თავისი სხეულებით, სინამდვილეში, მათ სხეულებს ჩვენი ფიზიკური თვალებით ჩვენ ვერ დავინახავთ. ამიტომ ვამბობ, კი არ უკუაგდოთ ინფორმაცია, რომელიც გესმით, არამედ შეეცადეთ გარკვევით, დაიჯერებთ ბრმად, თქვენს დაიწყეთ გარკვევა. დაიწყეთ მოსმენა, წაკითხვა, ვისაც უცხოენა გესმით ინგლისური, ქვეყანა ინფორმაცია ინტერნეტში ინგლისურენოვანი. მე ინგლისური არ ვიცი. შეიძლება პატარა ტექსტები გავიგო და გადავთარგმნო, თორე ისი მაგდონეზე როგორც მე ვიცი რუსული, მე ინგლისური არ ვიცი ნამდვილად და ძალიან ნანობ რა ინგლისურს ვასწავლინე, მაგრამ წიგნები ჭირდა ყოველთვის ინგლისურენოვანი და მე ჩამოვრჩი. ალბათ სრულიც არ მქონდა ინგლისური ენის. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და საწახვიდოდი საზღვარგარეთ ასე თავისუფლად ახალმდადია და ხალხი უფრო სწავლობდა რუსულ ენას, რადგან რუსული ენა იყო საჭირო. არა მხოლოდ რუსებთან, არამედ რუსენოვან ხალხთაც რომ გელაპარაკა რუსულად. ხო არის სწავლიდი ახლა რამდენი რესპუბლიკა იყო იმდენ ენას, მაგრამ შენ თუ რუსული ენა იცოდი, შენ შეგეძლო ყველგან, გზა ყველგან ხოდა გახსნილი საბჭოთა კავშირის დროს. მასე ახლა უცხოენები, უფრო ინგლისური, ფრანგული. ხო, და კიდევ არის სპეციალური ხელსაწყოები, რომლითაც შეუძლიათ ადამიანს მოუმატონ დონე, ვიბრაციების დონე, რომ ის მან შეძლოს მაღალ სიმჭიდროვეში შესვლა. მე მაგს ერთი პიროვნების ინსაიდერის ვიდეო 1 თუ 2 არ მახსოვს, 2-ზე მეტი თუ არ მახსოვს, გონი ზუსტად იცი რომ 2 ვიდეო არის და ის ყვებოდა, მე გადავთარგმნე ეს გონი, თუ ზუსტად მახსოვს, ის ყვებოდა თუ პლეადინელებმა ესე იგი მეხსიერება იმ პერიოდის, რაც ის ცხოვრობდა დედამიწაზე, ეს მეხსიერება დაუბლოკეს. რაღაც ოთახი არსებობს, მათ აქვენ ასეთი ტექნოლოგია, ოთახი, როგორც ბაროკამერა. აკვალანგისტები, როდესაც ჩადიან, ისინი ხო ჯერ ბაროკამერაში არიან რაღაც მომენტი, რომ ორგანიზმმა ისა აზოტი, რომ აზოტი საერთოდ სიღრმეში რომ ჩადიხარ, აზოტი ხდება გაზი.
მაპატიეთ აირში გადადის, აირის ფორმას იღებს, ბუშტუკებს და ბუშტუკებია ორგანიზმში. თხევადი აზოტის მაგივრად. და ეს ბაროკამერა ეხმარება აკვალანგისებს ნელ-ნელა ორგანიზმში შეაჩვიან სიღრმეს. ასევე პლადინელებს აქვენ ოთახის სპეციალური ბაროკამერის მაგვარი, სადაც შეიყვანეს ეს სახელი და გვარი არ მახსოვს ამ კაცის. მაპატიეთ ყველას ვერ დავიმახსოვრდეთ. შეიყვანეს ეს კაცი ამ ბაროკამერაში და ორგანიზმი შეაჩვიეს მაღალ სიხშირეებს. ესე იგი მისცენ ამ კაცს ახალი ვიბრაციები. და მაგივრად ის მას არაფერი აღწევდა, რაც დედამიწაზე გადაიტანა, მაგრამ იქა რაც დაინახა, ხო, მაგრამ მუშაობდა მათთან. როდესაც მოვიდა დრო უკან დაბრუნების მაგათმა და რატო წაუშალენ ახლა მიწერი მეხსიერება, რომ იქ ხელი არ შეცვლოდა მუშაობაში. იმიტომ წაგვიშალეს ჩვენც დაბადების დროს გვეშლება მეხსიერება, რომ ჩვენი ამოთან კარგად გავაკეთოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს არაფერმა წარსულმა, რომ აი მაგალითად დიდარი თუ გაღარიბდა და მე ზის და იხსენებს ამ თავის კარგ ცხოვრებას და უჭირს ცხოვრების გაგრძელება. აი ამდაგვარი რომ არ მოხდეს, ამდაგვარი სიტუაცია. და იქ როდესაც მან მისია შეასრულა, უნდა დაბრუნებულიყო უკან, მას ისევ წაუშალენ იქაური მეხსიერება, ჩასვეს ამ ბაროკამერაში, ისევ დაუწიეს ვიბრაციები და ჩაუდვეს სანამ ეგრეთ წოდებულ კამერაში შეიყვანენ მეხსიერება დაუბრუნეს მიწიერი და ის მეხსიერება წაუშალეს. აგრეთვე უკეთებენ, მე ბევრი ვიდეო მაქვს გადათარგმნილი და მომწე კოსმოსური ნაციებზე, რომ აი მაპატიეთ დამავიწყო იმ ქალის სახელი და გვარი. ხო, კოსმოსურ ნაციებზე რო ყვება ქალბატონი. მაგის ვიდეოები ბევრი მაქვს დადებული, მაგასაც ისევე უკეთებენ. იმას შეუძლია მაღალ გაზომილებებში ესტუმროს დაუშვათ ერთს, მეორეს, მესამეს და შემდეგ მაგას უშლიან მეხსიერებას და ისე უშვებენ აქეთ. ან თუ დასამალი არაფერი არაა, მაშინ უტოვებენ ამას, ამ ინფორმაციას, თუ ჩვენთვის რაღაცა არის გადმოსაცემი. სხვას ყველაფერს უშლიან, რაც არ სჭირდება. და მაღალი განზომილებები დედამიწაზე სულ იყო. და დღეს ინტერნეტში რომ არის სპორი თუ დედამიწა როგორია, ბრტყელია თუ მრგვალია, გააჩნია როგორი განზომილებიდან შეხედა. ახლა ისინი ვინც არიან მეორე მესამე განზომილებაში, დედამიწას ხედავენ ბრტყელს. რატომ? მხოლოდ და ის გუმბათი აქვს, გუმბათი გახრეტილია, გუმბათი მოცილებულია, გახრეტილია, მაგრამ ეს გუმბათი ჩვენ შიგნიდან უნდა დავამტვრიოთ დარჩენილი, თორე ნელ-ნელა შემოდის ჩვენი ნამდვილი მზის, ჩვენი ნამდვილი მზე არის I3 სფერი, თურმე. ჩვენი პლანეტის ნამდვილი მზე. ის კი არა აქ ლამპუჩკები, სამი ლამპუჩკა რო დაგვიკიდეს გუმბათის ქვეშ, არა. ნამდვილი დედამიწის მზე, ვარსკვლავი არის ერთი მზე აქვს, ყავს ჩვენ მიწას და ეს არის I3 სფერის სფერი. და ჩვენი ნამდვილი მზე არ წვავს ადამიანს, როგორც ეს ლამპუჩკები. და რა მინახა გითხრათ? ხო, გოგოებიც ყვებოდა. ეს განზომილებები, ესე იგი ჩვენ, ხო, როდესაც თქვენ, მაგალითად, გოგოები პანდორა და ბრეგინა ელონა, გვითხრეს ჩვენ, ხო, როგორც მეც დამიხატია, მე გადავთარგმნე ვიდეო, ხო, ვედებზე, ვედური ხედვა თუ როგორი ფორმისა დედამიწა. იქ მოცემულია, მაგრამ ის უბრალოდ როგორც ჩანახაზია სინამდვილეში. თუ მე ამას მოყვები, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა არ მოусმინა პანდორა და ელონას. ეს დედამიწა თურმე არის ტორისებული, როგორც ბუბლიკი. მათი ხედვიდან, მაღალი განზომილებებიდან, კოსმოსიდან, ვინც მაღალი განზომილებიდან იყურება და ეს დედამიწა ხან შიგნით შედის, ხან იხსნება აქეთ, ასე ბრუნდება. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა?
ლიბლიბეს ასეთაირად და აი ამ ტორში, ამ ბუბრიკშია ეს რამდენიმე სამყარო. მაგრამ ეს სამყაროები რიგრიგობით ჩდებიან როგორ ზოგი შიგ-ჩავა დაემალება, ზოგი გადმოვა ასეთნაირად, ასეთნაირად. ხო, თითქოს გადატრიალდებაო ტორიო. რატო შეყვანდი ახლა მიხსენებ კიდევ რა თქვენს გოგოებმა და ამიტომ არ არის ერთი აზრი, მაგრამ არც ერთი უნდა გაამტყუნო და არც მეორე, იმიტომ რომ ყველა იმას ამბობს, რასაც ხედავთ. ახლა მე თქვენ მაგალითს მოგიყვანთ ვეგებიდან. იყო ბრმების სოფელი ჩინეთში. ყავდათ მათ თავისი მეცნიერები და ამათმა გაიგეს, რომ თურმე არსებობს მასეთი ცხოველი, როგორც სპილო, რომის უზარმაზარია და გაუშვენ, არ მახსოვს 5, არ მახსოვს 6 მეცნიერი ამ სპილოს შესასწავლად. ერთინი ყველა ბრმებია. 5 იყო გონი. რა მნიშვნელობა? მივიდნენ ახლა ესენი სპილოსთან. ერთმა მოყიდა ხელი ხორთუმს და ამბობს, სპილო გველი ყოფილაო. არა, მაპატიეთ, არა. მეცნიერმა, რომელმაც მოკიდა სპილოს კუცხელი, მაგამ თქვა სპილო გველი ყოფილაო. ვინც მოკიდა მეცნიერმა, რომელმაც მოკიდა ფეხსხელი, მან თქვა, რომ სპილო ყოფილაო სტოლბ. მილი არა კაცო, სტოლბ. რა ქვია, დამავიწყდა. კარგი, მაპატიეთ რა ამ რუსულ ჟარგონზე. სტოლბი არისო. ახლა ვერ შევალ ახლა ინტერნეტში, თუმცა შევალ. სვეტი ყოფილაო. ხო, სპილოს ფეხს რომ მოგიდა ხელი, ყოფილაო სვეტი. და შემდეგმა მეცნიერმა მოგიდა სპილოს ყურს ხელი. არ მახსოვს რა თქვა, ტილო არისო თუ რაღაცას შეადარა. ხო, ამას მნიშვნელობა ახლა არ აქვს, თავარია მე გითხრათ, რომ ყველას თავთავისი აზრი გააჩნდა. ვერ ხედავდნენ, მაგრამ ხო გრძნობდნენ. და ხორთუმზე არ მახსოვს, ხორთუმზე რა თქვა შემდეგმა მეცნიერმა. არც იგი მახსოვს თუ მასიურ სხეულზე რა თქვა, რაღაცა თქვა სხვა აზრით არის, მაპატიეთ, არ მახსოვს. უბრალოდ ეს მაგალითით მოგიყვანეთ, რომ გაჩვენოთ, რომ ყველამ სხვადასხვანაირად წარმოიდგინა ეს ცხოველი, სპილო. ამდაგვარი სიტუაცია დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით. სანამ არ დაამტკიცებ, ხო, სინამდვილეში რა, როგორ ათასნაირი აზრი შეიძლება არსებობდეს. ასე ხდება, ხო, ამიტომ ვამბობ, ჩვენ უნდა განვითარდეთ, უნდა გავფართოვდეთ, ჩვენი ცნობები უნდა გავაფართოვოთ, სულ ერთთან განვითარდეთ, რომ ნახოთ ის, რაც ჩვენთვის დღეს დამალულია. და ამ მეთაურობის ხელმძღვანელობაში, ამ იუპიტერის მეთაურობაში ბევრი galaktikuri საბჭოებია გაერთიანებული და ყველაზე მთავარი არის ამ იუპიტერის სამეთაურო ხელმძღვანელობა. ესენი, ეს სამეთაურო ხელმძღვანელობა, იუპიტერის სამეთაურო მთავარი ხელმძღვანელობა თვალს ადევნებს დროის ხაზებს. შემდეგი საბჭო იყო galaktikuri საბჭო, რომელიც არის როგორც შუამავალი ვარსკვლავური სამყაროებს შორის და შედის იუპიტერის მეთაურობის შემადგენლობაში. ამას უწოდებენ პანგალაქტიკური საბჭოს. პანგალაქტიკური საბჭოს. და ერთ-ერთი წევრები ამ იუპიტერის სამეთაურო წარმომადგენლებში არიან მზის უხუცესები.
უხუცესების მზის შეიძლება მზეების, რატომ და იქ ბევრი უხუცესია, მზის უხუცესების საბჭო, შეიძლება მზეების უხუცესების საბჭო, არ ვიცი, რომლებიც თავში შეიცავენ მზის არქიტექტორებს თუ სწორად მოვისმენე პლანეტიდან სპლაინელია, საიდანათო სტარტი აიღო 3 ატლასმა, ამბობს ისმაელ პერესი. საერთო ჯამში ისინი არიან ხრანიტილი, ანუ იცავენ ამ კანონებს, მზის სისტემის კანონებს და რატომ არქიტექტორები, რატომ და ისინი მოვიდნენ მესამე ტიპის ცივილიზაციიდან. და ეს საბჭოები, რომლებიც შედიან ამ იუპიტერის ხელმძღვანელობაში, არ მართავენ ისე როგორც დედამიწაზე მართავენ ლიდერები. მათ არ აქვთ იერარქია, მაგრამ მათ აქვთ თანამდებობები ნიჭიდან და უნარიდან გამომდინარე. იქ კოსმოსში, პლანეტებზე ბავშვებს იმ განათლებას აძლევენ, რისი უნარიც აქვთ. აი მაგალითად მით უმეტეს ქართულ მენტალიტეტში, მეგრულ მენტალიტეტში, ახლა არ ვიცი სხვა კუთხურ მენტალიტეტში რა როგორა, მაგრამ ალბათ ყველგან ასია, მშობელს უნდა რომ შვილმა კარგი განათლება მიიღოს. არა, თუ არ აქვს მაგის ინტერესი, არ უნდა შვილს დაუშვათ ექიმობა, არა შენ უნდა დახვიდე საექიმოდა დაამთავრო, არ უნდა შვილს დაუშვათ ინჟენრობა, არა შენ იქ უნდა შეხვიდე. ან არ უნდა ის თუ ის პროფესია, ხო? ძალით ატენიან ამ პროფესიას ბოდიში ამ სიტყვაზე. მაგრამ იქ კოსმოსში მასე არ ხდება. ძალით არ აიძულებენ შვილებს უფროსების მიერ არჩეულ პროფესიას გაყვნენ. არა, ისინი ხედავენ აურას, ხედავენ ბავშვის უნარებს, ბავშვის ნიჭს. და ამ ნიჭიდან გამომდინარე ეხმარებიან ის პროფესია ითვისოს, რომლის დაძლევა მას შეუძლია, რომლის ესე იგი ნიჭი მას აქვს. და ეს იუპიტერის საბჭო თვალყურს ადევნებს თუ როგორ ხდება დედამიწის აღმავლობა და ხელს უშლიან ხელოვნურ ჩარევას. საერთოდ იუპიტერის საბჭოს როგორ გითხრათ პრეროგატივა არა, პრიორიტეტი ამ იუპიტერის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი იყო არ ჩარევა დედამიწის საქმეებში. მათ უნდათ რომ დედამიწა თავისი ევოლუციონური გზით განვითარებულიყო და თავიდან კი უშლიდა ხელს, რომ ხელოვნური ჩარევები მომხდარიყო. ისინი მათი მიზანი მათი მიზნები არის როგორ გიხარ ერთი წუთით ნახავ ინტერნეტში. რა კარგია ინტერნეტი როცა გავს, როდესაც თარგმნი რამეს. კალიბროვკა ყოფილა ქართულად რეკალიბრაცია. სიმართლე გითხრა, ხო, რეკალიბრაცია. მაპატიეთ რომ რუსული სიტყვა ჩავდგი. ესე იგი, კალიბროვკა ყოფილა რეკალიბრაცია, ხა გავაგრძელოთ. ხო და ეს ხელმძღვანელობა, იუპიტერის ხელმძღვანელობა ცდილობს ეს რეკალიბრაცია მოახდინოს. აი ხა დედამიწა ხომ აღმავლობას განიცდის, როდესაც დედამიწას ექნება შესაფერისი სიხშირე, მაშინ დედამიწა იქნება მზად აღმავლობისთვის. ბოლო წლებში, ბოლო დროს ეს მზის დაცვა ხშირად ერეოდა დედამიწის საქმეებში. ცდილობდა მასიურად გამოეწვია უბრალოდ მასიური გამოღვიძება დედამიწელებში.
არა, მაგნი კარგი განსახვით ცდილობდნენ, რომ დედამიწას შეეძლო უფრო მაღალ გაზომილებებში გადასვლა. მაგათმა სთხოვეს ამ მზის დაცვამ სთხოვა იუპიტერს კაბალა და ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო გაენადგურებინათ და ჩაეტარებინათ ეს დედამიწელების მასიური გამოღვიძება, რაც თავის მხრივ ამ მოძრავებს ამ ვიბრაციულ სიხშირეებს ასამაღლებლად, რომელიც საჭიროა, რომ დედამიწა ადრე შეძლოს გადასვლა უფრო მაღალ განზომილებებში. იმ დროიდან საერთოდ მზის დაცვის სამუშაო იყო და მიზანი დაახლოებოდა დედამიწის სიხშირეს, რადგან ისინი ახლა იმყოფებიან მეექვსე გაზომილებაში და ისინი იქედან იმ მეექვსე გაზომილებიდან ხედავენ რისკებს დროის ხაზებთან დაკავშირებით. არასტაბილურობას ხედავენ, არასტაბილურ ხაზებს, ხედავენ ფსიქიკურ ჩარევებს და ხედავენ საქციანირებულ გადასვლებს ზოგ დროის ხაზში სხვა გაზომილებებში და ხედავენ თუ როგორ უშლიან ადამიანებს ხელს, ესე იგი უშლიან ადამიანების გამოღვიძებას ხელს და ისინი აგრეთვე თვალს ადევნებენ დაბალვიბრაციულ არსებებს ან ნეგატიურ არსებებს, რომ მაგათმა არ ჩაახჩონ ადამიანის გამოღვიძება, რადგან ეს შედის მათ ამოცანაში. ამიტომ ის მზის დაცვა სრულიად აღუდგა კორუმპირებულ სახელმწიფოებს 2011 წლიდან 2020 წლების ჩათვლით. და ერთი ამოცანის შესრულება უნდა მზის დაცვას და ისინი ითხოვდნენ 2012 წლიდან 2012 წელს თუ 2013 წელს მაგათმა მოითხოვეს თუ სთხოვეს, რომ მზის გარშემო ყოფილიყო უფრო ძლიერი ესე იგი დაცული სიხშირეები, რომ კაცობრიობა დაეცვათ სადესტაბილიზაციო ზეგავლენისგან და იუპიტერის საბჭომ შესთავაზა ეს. ხო, და მაგათმა აგრეთვე ჩაიფიქრეს მზის სხივების დახმარებით, ამორქვევების დახმარებით მოხდებოდა კაცობრიობის დნმ-ის აქტივაცია. ჩვენ ისევ გავხდებით galaktikuri ადამიანები. ხო, და ამ მზის დაცვას ჰქონდა რაღაც გაუგებრობა იუპიტერის მეთაურობასთან, იუპიტერის სამეთაურო საბჭოსთან. მზის დაცვას უნდა რომ მალე მოხდარიყო დედამიწელების გამოღვიძება და უნდა რომ ეს იუპიტერის სამეთაურო საბჭო დახმარებოდა ჩქარი ტემპით, რომ მოხდარიყო ეს ყველაფერი. და ამ თემასთან დაკავშირებით რასაკურველია, მათ ჰქონდათ რაღაც დაძაბულობები ერთმანეთში. დაბოლოს იუპიტერის სამეთაურო საბჭო დათანხმდა და შედგა მოლაპარაკება მათ შორის მიახლოებით 2016-2017 წლებში და მაგათმა გადაწყვიტეს, რომ ეს ინფორმაცია გახსნაზე მომხდარიყო, რაც შეიძლება მალე. ხო, და მზის დამცველები თვლიდნენ, რომ დედამიწა უნდა დაეცვათ ამ გადასვლის პერიოდში, იმისთვის რომ მოხდარიყო კაცობრიობის გადარჩენა. დროის ორგანული ხაზი და უტოპიური ტექნოლოგია ჩაბარდებოდა წარსულს, ხო, და მათ უნდა რომ დედამიწას მალე მოეხდინა ეს გადასვლა, აღმავლობა, მაგრამ იუპიტერის ხელმძღვანელობა დედამიწას დახმარებოდა, რომ დედამიწაში რაც კი ფარული პოტენციალია, ეს პოტენციალი დახმარებოდნენ დედამიწას, რომ ეს პოტენციალი გამოეჩინა, გაეაქტიურებინათ. და სპორი ამის შესახებ დედამიწის დროით გრძელდებოდა 10 წელი, კამათი ამის შესახებ, მაგრამ იქ კოსმოსში უფრო შეიძლება
1 და 2 წელი გავიდეს და ჩვენთან მეტი. კოსმოსში 1 წელი შეიძლება დედამიწაზე 10 წელს უდრიდეს. მაგრამ ისინი მაინც მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ დედამიწა დაეცვათ ჩვენ მზის სისტემაში. და ეს გრძელდებოდა სანამ 3i ატლასი არ გამოჩნდა. ამან ყველაფერი შეცვალა. და ნახوار იკურისინო, ეს ვიდეო მან ჩატერა, ეს ვიდეო რუსულ, ესე იგი ენოვანი, არა, რუსულენოვანი არა, ინგლისურენოვანი აიტვირთა 19 ნოემბერს. ხო და რადგან 19 ნოემბერი ნახوار იკურით ადრე სადღაც ალბათ 19, 18, 17 სადღაც 15-16 ნოემბერს ალბათ. ამ დროს აგრეთვე მოხდაო ლიკვიდაცია გალაქტიკური ფედერაციის კორუმპირებული გალაქტიკური ფედერაციის წარმომადგენლებისაო, საერთოდ ფედერაცია იყო უამრავი ფედერაცია და ზოგი ფედერაცია არის კორუმპირებული და ეხმარებდნენ ნეგატიურ ტურალ განწყობილ ცივილიზაციებს ან არსებებს. და მოხდა მათი შეჩერება და ამ ზის დაცვას და იუპიტერის ხელმძღვანელობას ჰქონდა ძალიან ბევრი საერთო. მათ ორივე სურდოდათ, რომ დედამიწა გადარჩენილი იყო. არსებობს საერთო გეგმა, რომელიც ახლა ფორმირდება, ეთყობა ჯერ არა შემდგარი, მაგრამ ფორმირდება, უნდა ჩამოყალიბდეს და ბევრი რამ არის ესე იგი დამოკიდებული იმ 3i ატლასზე, რომ კიდევ დამატებითი უნდა მოვიდეს თურმე, კიდევ რამდენიმე ატლასს უნდა მოფრინდნენ ჩვენ მზის სისტემაში მომავლიდა და დადგება ის დრო, როცა დედამიწა გადაადგილდებაო გალაქტიკის ცენტრში და გახდებაო აურელია პრაილი. ნუ ხა მე არ ვიცი ეს რობოტი ითარგმნის ამას და ზუსტად გადათარგმნა თუ არა ეს რობოტმა, იმიტომ რომ ეს ამას მე ვერ გავარკვევ. მესამე ტიპის ცივილიზაცია რომელიც მეორე ტიპის ცივილიზაცია, რომელიც გამოჩნდება 230,000 წლის შემდეგ. და კიდევ ზის დაცვის წარმომადგენლები აღმავლობის შემდეგაც თვალს ადიმდნენ იქნება დედამიწას და დედამიწელებს. კოსმოსური განაყოფები არის მზის დაცვის გარე წარმომადგენლობა. ამის გარდა იუპიტერის მმართველობა სულ გაუკეთებს რეგულაციას კოსმოსურ ნაკადებს. მათ აქვს პირდაპირი შეხება იმ ენერგიებთან, რომლებიც მოდის დედამიწაზე. და მზის მეთქი ვარსკვლავური თესლები იყენებდნენ იქნება გარმონიულ ენერგიებს, რომელიც საჭიროა ინტეგრაციისთვის. ისმაილ პერესი ამბობს, მოდით მე ცოტა მოგიყვებითო იმაზე, თუ იუპიტერი როგორ მართავსო პლანეტებით. ვარსკვლავურმა თესლებმა იციან, რომ ეს არ არის მონაგონი, ეს არის თქვენი მეხსიერების ერთ-ერთი მეხსიერების ნაწილი. ჩვენ წავაგეთ ომი მიახლოებით 2 ბილიონი წლის უკან, როდესაც შემოჭრა იქნა ჩვენ მზის სისტემაში, როდესაც მოხდა ჩვენ მზის სისტემაში შემოჭრა მარსზე განლაგებული კარიბჭიდან, რომელზეც მე ვისაუბრე ჩემ გაკვეთილზე გალაქტიკური თემით გალაქტიკური წარმოშობა კაცობრიობისა და კოსმოსის. უბრალოდ ეს კაცი ატარებს გაკვეთილებს ინგლისურენოვან ფასიან გაკვეთილებს, სადაც იწყება გალაქტიკურ და კოსმოსურ ისტორიებზე. იუპიტერი ყოველთვის იყო შუქურა გალაქტიკური კოორდინაციისა. სამგანზომილებიან სივრცეში ჩვენ ვიცით, რომ დედამიწა არსებობდა მაღალ განზომილებებშიც, მაგრამ იმ დროს იუპიტერი იმყოფებოდა იუპიტერის ეფირულ სფეროებში, დონეებში. იუპიტერი არსებობს სხვადასხვა განზომილებაში, სხვადასხვა პლანზე. შეიძლება მას დავარქვათ სიმჭიდროვეც, რომელსაც ვერ შეამჩნევს შეურაღებელი თვალით და ჩვენი ფიზიკურ სამყაროშიც მაგას ჩვენ ვერ შევამჩნევთ იუპიტერს როგორც პლანეტას. ფიზიკური თვალით ჩვენ რისი დანახვა შეგვეძლია ეს გიგანტური აირისებური პლანეტების ხოლოდ. ჩვენ იუპიტერს ხედავთ როგორც აირისებულ მეორე განზომილებიან სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში ეს პლანეტა არის წარმომადგენელი მრავალ განზომილებელი იუპიტერი არის წარმომადგენელი, თქვენ ხა იყურებოდეთ წვრილ დონეზე, თქვენი ნახავთ
უბრალოდ ცივილიზაციას მრავალგანზომილებიანი, როგორც დედამიწა მრავალგანზომილებიანი, ისეა ყველა პლანეტა მრავალგანზომილებიანი. იგივე ვენერაზე შეიძლება ითქვას, ჩვენ ვხედავთ კვტარ პლანეტას, ხო? სინამდვილეში იქ სიცოცხლე მიმდინარეობს ოღონდ მაღალ დონეებზე. მათი ნახვა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წვრილ დონედან და ვისაც არა აქვს იმის უნარი რომ ნახოს რამე წვრილი დონიდან, მაგას ვერ ნახავს, მხოლოდ ფიზიკურ პლანეტას ხედავს. იუპიტერის წარმომადგენლობა მუშაობს მაღალ სიხშირეებზე და ეს სიხშირეები ჯერ ჩვენთვის მესამე განზომილებიანი ადამიანებისთვის შეუძლებელია შევამჩნიოთ და ნახოთ ჩვენი თვალებით. ამიტომ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აირისებურ გიგანტებსო. მაგრამ ისინი, ვინც იმყოფება ჰარმონიაში თავის galaktikul წარმოშობასთან მესთან, ისინი მათ შეიძლება იგრძნონ ენერგეტიკული კავშირი მათთან. რადგან ბევრი ჩვენგანია იქ იყო ნამყოფი ოდესღაც. როდესაც ოდესღაც ნეგატიურმა ძალებმა შემოიჭრეს მის სისტემაში, დაიპყრეს დედამიწა, ბევრი ჩვენგანიო მუშაობდა იუპიტერის ხელმძღვანელობაში. და ჩვენ როგორ დავუშვითო ეს, შეიძლება თქვენ თავს კითხოთო და ამიტომ ჩვენ დაბრუნდითო, რომ მეორედ არ დავუშვათო ასეთი რაღაცა. მაგიტომა ატლასიც მაგიტომა ეს ატლასიც რომ გამოჩნდა, კიდე ელოდებიან ორ ატლასს. თქვენ შეგიძლიათო იარსებოთო ორ-სამ ადგილას ერთდროულად, მაგრამ თქვენ ამის შესახებ არ გეხსომებათო. ჩვენ მეხსიერება დაგვიბრუნდება, როდესაც დავასრულებთო ინტეგრაციას. იუპიტერის განლაგება მზის სისტემაში შემთხვევით არ არის. ის ფუნქციონირებს როგორც გრავიტაციული მცველი და ენერგია, რომელიც მოდის დედამიწისკენ, ან უშვებს დედამიწისკენ ენერგიას, ან აჩერებს ენერგიას და სულ სხვა მიმართულებას აძლევს. ესე იგი, თუ ენერგიები დედამიწისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ისინი ამ ენერგიას სხვა მიმართულებით მიმართავენ. ენერგეტიკულ პლანში იუპიტერის ხელმძღვანელობა ზუსტად ასეთ ფუნქციას ასრულებს. ის უშვებს, მიმართავს უკეთეს ფილტრაციას ენერგეტიკულ ნაკადებს, რომლებიც მიედინებიან დედამიწისკენ და სხვა განვითარებად სამყაროებში. და მე ცოტა მოგიყვებითო galaktikათა შორისო ბრიფინგებზე, რომლებიც შედგებოდაო ბოლო დღეებში. და თქვენ მოგეწონებათო ის თუ რა დაგეგმეს მაგათმა დედამიწასთან შეფარდებაში. და ერთ-ერთი ამოცანა შედგება იმაში, რომ თვალყური ადევნონ ცივილიზაციის ცნობიერების განვითარებას ჩვენი მზის სისტემაში. და რეალობის მაღალ განზომილებებში არისო პლანეტები, ეგზოპოლიტიკური პლანეტებიო, ხო, ამ პლანეტებზეო, ამან ზუსტად არ იცის. ამიტომ გამიკვირდა, როდესაც თქვა 46 და ბობ ლაზარის ნათქვამით, მე თქვენ გითხარით, რომ არსებობს 48 პლანეტა. თუ არ ვწდები. მაგრამ მე თქვენ ახლა ცოტას მოგიყვებით გიპერ სივრციან სამყაროზე. თან კიდევ მათი ამოცანა არის საინფორმაციო ხო, ისინი თვალყურს ადევნებენო საინფორმაციო ცვლებსო პლანეტარულ სისტემებში. აგრეთვე თვალყურს ადევნებდნენო კოლექტიური აზროვნების მოდელებსო, სულების გადასახლების კოორდინაციას ატარებდნენო და ასე ხდებაო 40-იანი, 50-იანი, 60-იანი წლებიდან დღემდე. და სინათლის მტარებელი აგზავნიანო კოდებს მისთვის, რომ ადამიანს დაეხმარონო გამოხმარებაში. და კიდევ თუ მაგალითად დაბალი სიმჭიდროვის არსებები შეეცდებიან დედამიწაზე ზეგავლენა მოახდინონ, რომ კაცობრიობის ცნობიერება დააქვეითონ და არ მithեն მათ საშუალება განვითარების, ამ დროს ისინი ჩაერევიან. რატომ მაინდა-მაინც იუპიტერი? ხო, მინდაო გითხრათო, რომ ბევრი თქვენგანი მონაწილეობდაო საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში და
ბევრი თქვენგანი იყო სუპერ ჯარისკაცები. არაო გამონაკლისი რომ თქვენ ყავდეთო თქვენი მსგავსი ასპექტები იქ კოსმოსში ჯარისკაცების სახით, რატომ და მე მინდა დავამატო რომ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში ისედ რაღაცებს ახდენდნენ, მე ხამას არ ჩაუღმავდები, რომ შეიძლება ვინმეს ყავდეს კლონები, ყავდეს ალტერები, ალტერნატიული პიროვნებები, ეს ალტერნატიული პიროვნებები იქნება ბავშვურ ასაკში, ბავშვებს აწამებენ და როგორც დაცვითი რეაქცია ბავშვს, ესე იგი მართლა მე ზღაპარი არ არის, ბავშვს ცილდება ალტერნატიული პიროვნება, რომელიც იკეთება თავის ბუშში. აი, მართლაც გეუბნებით, როგორცა შეიძლება თქვენ გავდეთ, შეიძლება ცოტათი არ გავდეთ, აგერ მაგალითი, ერთ-ერთი მაგალითი ამისა იყო პენი ბრედლი. პენი ბრედლის ყავს 2300 ალტერნატიული პიროვნება. დიახ, 2300 წამება ტანჯვა გადაიტანა ბავშვობის ასაკში, 4-5 წლის ასაკში პენი ბრედლმა. კლავდნენ, აპატიურებდნენ, ცოცხლად ახჩობდნენ, მაშინ კედელში მალავდნენ, უხერო სივრცეში ამწყდებდნენ და ბევრი რამ გადაიტანა ამ სადღმა ბავშვმა. ხო, შემდეგ შეწყვიტეს წამება და მიყიდეს გერმანელებს, ნაცისტებს, კოსმოსში მყოფ ნაცისტებს. მიყიდეს პენი ბრედლი. სადღაც 6-7 წლის ასაკში. და ბევრი ბავშვი, გატაცებული ბავშვი არ დაუბრუნდა თავის სახლს, იმიტომ რომ გაბრაზებული ვინც ოპერაციებს მართავდა, აბრაზებდნენ ბავშვები მაგას და ბევრი ბავშვი ცოცხლად დაწვეს ფეჩში. აქ ჰქონდა სპეციალური ფეჩები, სადაც წვავდნენ ნებისმიერ ურჩ ბავშვს. პენი იმიტომ გადაუჩა, რომ პენის ყავდა დაცვა. პენის იცავდა დრაკონიელი და არ მიცა იმის უფლება, რომ პენი დაეწვათ. რადგან ხედავდა მასში პოტენციალს. ამიტომ გეუბნებით, იყო პროგრამები, ბევრი პროგრამები 20 წელი უკან, 40 წელი უკან, 54 წელი უკან, 60 წელი უკან. იყო შემდეგ ადამიანები თავისი ნებითაც ბრუნდებოდნენ ამ პროგრამებში. და ის პიროვნება, რომელიც მე ვახსენებ, რომ იყო პლეადელებთან მეთქი, პლეადენელებთან და იქ მას გაზომილება მოუმატეს სპეციალურ ოთახში, როგორც აკვალანგები ისე სპეციალური ოთახი აქვს მეთქი. აი ეს პიროვნება, იცით რამდენი წლისაა? 300 რაღაც, არ მახსოვს ზუსტად რა თქო, 320 თუ 334. დიახ. იმიტომ რომ მრავალჯერ იყო ამ და სხვათა შორის ესენი ავადებიან ფსიქიკური დაავადებებით და იქ იყო ნახსენები პიროვნება ამ პიროვნების ვიდეოში, რომელიც მე გადავთარგმნე, რომ ის პიროვნება თვითონ იყო სადღაც 350 წლამდე, მიახლოებით, ზუსტად თუ არ ვცდები. ხო და რაღაც დაავადება ვითარდება თურმე ფსიქოლოგიური დაავადება. და კიდე გეუბნებით, თუ გინდა თქვენ მიახლოებით წარმოდგენა გქონდეთ თუ რა ხდებოდა იქ, შეგიძლიათ პენი ბრედლის ვიდეოს ინტერვიუს მოусმინოთ. 12 ინტერვიუ, მეორე და მესამე ერთად მაქვს ატვირთული. მეორე და მესამე. ამიტომ მესამის ერთად სულ დაუწყებ. პირდაპირ მეორე მოძებნეთ, მეორე და მესამე ერთადაა. თლად 12 ინტერვიუ მისცა თან ასტრალიონიკის თარგმნელს, ის პირდაპირ ინგლისური პირდაპირ ისინი ქონდა ინტერვიუ პირდაპირ პენი ბრედლისა და ბევრ სხვასთან და ასტრალიონიკამ დაეხმარა პენი ბრედლის პრობლემა რო ქონდა, ფული შეუგროვა და გაუგზავნა. ასტრალიონიკამ არა, ასტრალიონიკა სხვა ხალხს და ხალხმა შეუგროვა ფული და პენი ბრედლის. ახლა იმ პიროვნებას, ვინც იყო თარგმნელი, პრობლემები აქვს და იმათაც ეხმარებიან.
ნუ პრინციპში ამ ასტრალიონიკის ავტორი ვინცა იური ლირი მაგას ბევრჯერ დაუბლოკეს ამ თემების გამო მას ჰქონდა ასტრალიონიკა, ჰქონდა ასტრალიონიკა 2, ასტრალიონიკა 3, არის ახლა გაუხსნა მეგობარმა ასტრალიონიკა Space, ასტრალიონიკა Com Space. ნუ ახლა ამდაგვარი რაღაცები რუსეთმა თუ ინტერნეტი აგზალა, საერთოდ ინტერნეტი თუ აგზალა რუსეთში, არა მგონია მე ახალი ვიდეოები შემოგთავაზოთ თქვენ პანდორა რევიზიონის რეგინალიონასი ასულის. იმიტომ ისინი ცხოვრობენ რუსეთში. ლეტალიამ შეიძლება გააგრძელოს ვიდეოების გადაღება, რადგან ის ისრაელში ცხოვრობს. დიახ, ისრაელში ცხოვრობს. ხო და თქვენ თუ გესიზმრებათო ტაძრები სიზმრად, ესე იგი თქვენ ოდესღაც გემსახურიათო იუპიტერზე. ან ახლაც მსახურებაში ხართო იუპიტერზე. და თუ თქვენ ხედავთ ხომალდეს სიზმარში, მე ბავშვობიდან სულ ხომალდეს ხედავ. სულ ხომალდეს. და თქვენ კიდევ იცით თუ რა როლი ჰქონდა დედამიწას გალაქტიკურ დროში? აქვს უბრალოდ გალაქტიკურ. ახლა დედამიწა გადისო თავისი ცნობიერების ამაღლების პროცესს. იუპიტერის ხელმძღვანელობა აგრძელებს დედამიწის გარშემო საჭირო სიხშირის შენარჩუნებას, რომ ენერგიული ნაკადების დახმარებით მოახდინოს გამოხდების პროცესის სტაბილიზაცია. ხო, მე ნათქვამი მაქვსო, ამბობს პერესი, რომ მზის შიქო არისო მზის საბჭო, არსებობს მზის საბჭო მზეში, სადაც წარმოდგენილიაო თანამედროვე ტექნოლოგიები მეოთხე ტიპის ცივილიზაციისა, რომელიც ახლაც არსებობენ იქ. ისინი მიმართავენ მზის ამოფეთქებებს, ამ პროტუბერანცებს დნმ-ის გასააქტიურებლად და ეხმარებიან მთვარის დამცველებს ემოციური ინტეგრაციის მიმართვაში. ეს მხოლოდ დედამიწას კი არ ეხება ეს პროცესები. ეს ეხება სხვა მრავალ სამყაროებსაც, რომლებიც მოახდენენ ამაღლებას. დედამიწის ევოლუცია თამაშობს კატალიზატორის როლს. როდესაც ჩვენ მაღლდებით, ჩვენ ვქნით რეზონანსს მთელი გალაქტიკური ქსელისთვის, იმისთვის, რომ მრავალი სამყაროებიც ამაღლდეს. ამიტომ გუნდი იუპიტერიდან იმისთვის კი არა აქვს ჩვენ რომ გადაგვარჩინონ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მოგვაწოდოთ ძალა და დაგვეხმარონ მათთან ერთად გავიაროთ ეს პროცესი. კოსმოსური აღმავლობა. ცნობიერების ევოლუცია მარტო დედამიწაზე არ ხდება. მილიარდი გალაქტიკა გროვდება ჩვენ მზის სისტემაში. ის რაც ხდება აქ ჩვენ მზის სისტემაში, ანარეკლად ვრცელდება სხვა მთელ გალაქტიკაში. ჩვენ ხო ადრე ვხედითო, რომ ჩვენ სისტემაში, მზის სისტემაში მხოლოდ სხვა პლანეტაო. ამას ამატებული კოიპერის სარტყელი, ორტას ღრუბელი და 9 პლანეტა. ტექნიკურად 12 პლანეტა ნიბირუს ჩათვლით, რომელიც 3600 წელში ერთჯერ გამოჩნდება ხოლმე. ჩვენ მასე ფიქრობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ სამ განზომილებიან სურათს. მაგრამ ტექნოლოგიების ათვისების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ჩვენი მზის სისტემა არსებობს არა მხოლოდ სამ განზომილებიან სამყაროში, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ. მზის სისტემა არსებობს როგორც მრავალფენოვანი, მრავალ განზომილებიანი სტრუქტურა. ჰიპერსიფციანი სამყარო, სადაც რეალობის მაღალი ფენები ხსნიან უფრო რთულ არქიტექტურას, რომელიც შედგება 48 პლანეტებიდან. აი, ზუსტად მერც არ მახსოვს, არც ამას ახსოვს, ამიტომ თუ გაინტერესებთ, მოусმინეთ ბობ ლაზარს. არ ვიცი 46, მგონი 48 მაინც რაღაც ასე მახსოვს. და ეს 48 პლანეტა მოძრაობს ჩვენი მზის გარშემო, მაგრამ ეს პლანეტები არსებობენ სხვადასხვა დონის ფენებში, რომლის ფიზიკური თვალით ნახვა შეუძლებელია.
მაგრამ წვრილი დონიდან თუ შეხედავ, ეს პლანეტები, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ ფიზიკური თვალებით, ყველა პლანეტას დაინახავთ იქ, მზის გარშემო. რადგან თვითონ მზეც არის მრავალგანზომილებიანი, როგორც დედამიწა და როგორც სხვა პლანეტა, ყველა პლანეტაზე არის ყველა განზომილებები. ეს სამყაროები არ არის რა თქვა, მეტაფიზიკურიო. ეს სამყაროები ყველა არისო დასახლებული. ამ ყველა 48 პლანეტაზე. არ ვიცი 46-ია თუ 48, ზუსტად არ მახსოვს. კოსმოსურ ბრძოლაში ამ პლანეტას აქვს მნიშვნელოვანი ადგილი. საუკუნეზე მეტია ეს პროცესები ვითარდება. იმის შემდეგ, რაც დაიწყო განვითარება ჩვენმა საიდუმლო კოსმოსურმა პროგრამებმა იმ გამოყოფილი ნაცისტების ჯგუფიდან დაწყებული 1938-1939 წლებში. კაცობრიობას აჩვენეს მხოლოდ ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე მზის სისტემისა, მხოლოდ გარეთა ფენა აჩვენეს და ჩვენ გვაიძულეს დაგვეჯერებინა, რომ მხოლოდ 9 პლანეტა არსებობს მზის სისტემაში. სიმართლე იყო დამალული, დაფარული და მას ამ ამბავს მალავდნენ საიდუმლო ჯგუფები და საიდუმლო საზოგადოებები, რომლებიც ამის შესახებ ყოველთვის იცოდნენ, რომლებიც ვითარდებოდნენ დედამიწის მიღმა, მანამდე სანამ ხალხი დაფიქრდა თუ როგორ გაფრენილიყვნენ თვალეზე. ასე რომ საიდუმლო მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენი მზის სისტემა არსებობს როგორც მრავალფენოვანიანი, მრავალგანზომილებიანი სტრუქტურა. წამოიდგინეთ ფენოვანი ხაჭაპური, აჩმა თუ აჭარული, რომელი არ ვიცი, აჩმა და აჭარული ერთი არ ყოფილა ფენოვანი ხაჭაპური, რამდენიმე ფენა რომაა. და ყოველი ფენა, როგორც კი იზრდება ეს სიმჭიდროვე, ყოველი ფენა ხსნის, გვიღებს ჩვენ ახალ პლანეტებს. მესამე, მეოთხე განზომილებიდან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ 9 პლანეტას, მაგრამ მეხუთე, მეექვსე სიმჭიდროვიდან ჩვენ ვხედავთ 7, 8, 9 განზომილებიან ხედს და ახალ პლანეტებს. ესე იგი, ჰიპერფიზიკური თვალსაზრისით არსებობს კიდევ 17 პლანეტა ამის გარდა. ახლა კი გადავიდეთ მე-10 სიმჭიდროვეზე, რომელიც არის პლაზმური, მე-11 განზომილება არის პლაზმური. არსებობს კიდევ 20 პლანეტა, რომლებიც შედგებიან მხოლოდ ენერგეტიკული სინათლის ბიოლოგიისაგან და კრისტალური სიცოცხლისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც განვითარდა მე-4, მე-5 განზომილებამდე სიმჭიდროვემდე, შეძლებენ მიიღონ წვდომა მხოლოდ 17 სამყაროსკენ, რომლებიც განლაგებული არიან ჩვენ მზის სისტემაში. მაგრამ თქვენგან, რომლებიც განვითარდნენ მე-10 და მე-12 სიმჭიდროვემდე, ანუ განზომილებამდე, შეუძლიათ მიიღონ წვდომა კიდევ 20 პლანეტამდე, სინათლის პლანეტამდე, სამყაროებამდე, უпроსტად კიდევ 20 სამყაროს მიმართ წვდომა და ეს 20 სამყაროს განლაგებულია ჩვენს სისტემაში. და ეს ახალი სამყაროები გაიღება იმის მიხედვით, თუ რომელ სიმჭიდროვემდე განვითარდებით ჩვენ სულიერად და ჩვენ ცნობიერებას გავაფართოვებთ. ეს პლანეტები მიუწვდომელია ადამიანის თვალისთვის, ფიზიკური თვალისთვის. ისინი ვიბრირებენ უფრო მაღალ სიხშირეებზე. ისინი იმყოფებიან პარალელურ ორბიტებზე. ისინი მათ უკავიათ პარალელური ჰარმონიული ორბიტები იმავე სივრცისა, მზის სისტემისა, კვანტური ფიზიკის ახალი ინფორმაციის შესაბამისად, ყველა სხვა განზომილებები იკავებენ იგივე სივრცეს. მიახლოებით და რაც უფრო სწავლობთ ჩვენ კვანტურ ფიზიკას, მეტი აზრი დევს ამ ინფორმაციაში.
ინფორმაციაში. თქვენ გონიათ რომ მე ფანტაზიური ვარ? არა. ამაში ყველაფერში რომ გაერკვე, უნდა გაიცნო ვისაც წარმოდგენა არ აქვს კვანტური ფიზიკა. უნდა დავიწყოთ კვანტური ფიზიკის შესწავლა. კვანტური ფიზიკის შესწავლა მამაჩემის წიგნი მაქვს წამოღებული. მამაჩემის წიგნის შემდეგ დავიტოვე ის წიგნი კვანტურ ფიზიკაზე. არ ვიცი, წვრილად წერია. წვრილად წერია, მე ხა წვრილასოებს ვერ ვხედავ, მიჭირს წვრილასოებით ამოკითხვა. ამიტომ დაველოდები სანამ მარჯვენა თვალი დავაგდება, სანამ ექიმი გამომიწერს სათვალეებს და შეგრძნებისგვარად შევეცდები. მე იმდენი გეგმები მაქვს, არ ვიცი. ყველაფერს ერთად ვერ ვწვდები. იმიტომ რომ კით ლაბაცკაიას მინდა დავდვა, მაქვს კიდევ ერთის კანონი. ამ კანონის მიხედვით ცხოვრობენ კოსმოსში. მხოლოდ 6 თავი მაქვს დადებული, 5, ხარა 5. მერე იმის გარდა მაქვს ამას კიდე კიდევ ბევრი გეგმები, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე და გადათარგმნები აუცილებელია. მე ხა ამ კვირას ბლაბაცკაია წიგნი ვერ დავდე, რატომ და იმ ტექსტს უნდა ვუყურო, როდესაც წვირთავ და თვალები დამეხლება. არ მინდა მარჯვენა თვალი დამეღალოს. ხო, ჯერ მორჩენილი არა? 11% ჯერ კიდევ არის შიგ, იმიტომ რომ განისლება მაქვს, ისეთი არა მთლად, მაგრამ ისე მარჯვენა თვალზე მეტი განისლება მქონდა, 11% უფრო ძლიერი იყო ვიდრე მარჯვენაზე. მარჯვენას ის ძლიერი არ იყო, მე რო ხარ შევადარე. ამიტომ ბლავაცკაიას კი რამდენიმე ის ჩაწერილი მაქვს ტელეფონის ნოუთბუქზე. აგერ ვთქვათ ფაილზე, მაგრამ მაგი რო ავტვირთო, უნდა დაძაბო თვალები. ახლა მე მაგას ამიტომ ვერ ავტვირთე მაგი. გონი მხოლოდ ერთი ავტვირთე. ამიტომ შეკავე თავი. ხედავთ, ვიდეოსაც ვერ თარგმნა და წოთები მაქვს ჩასაწოთებელი ყოველ საათში. 3-4 წუთია. ამიტომ მას გავაგრძელოთ. ხო, და იმ მაღალ სიმჭიდროვეში მზის სისტემაში განლაგებული უბრალოდ მზის სისტემა უფრო მაღალ სიმჭიდროვეში, ანუ გაზომილებებში ჩამოგავს გაცოცხლებულ მეგაპოლის, გაცოცხლებულ განათებულ მეგაპოლის. ალბათ ყველას ინტერნეტში ყველას გაქვთ ნახი მეგაპოლისები, ფიზიკური მეგაპოლისები და იქ მაღალ გაზომილებიანი სინათლის მეგაპოლისებია, განათებული მეგაპოლისები. მაგრამ მესამე გაზომილებიანი ადამიანის ხედვიდან თვალსაზრისით ის ხედავს მხოლოდ სიცარიერის, მხოლოდ 9 პლანეტას, 9 ფიზიკურ პლანეტას. ისიც 5 პლანეტა კიდეა ჩვენ თავზე. მარსი, ვენერა, ხო, 5 პლანეტა. კიდეა ჩვენ თავზე, აქედან ვენერა, მარსი, არ მახსოვს დანარჩენი 2 რა, რომელი პლანეტა. როდესაც ვიბრაციები აიჭება და ჩვენ მზად ვიქნებით დაუბრუნდეთ ნამდვილ ტერას, ნამდვილ მიწას, რომელიც არსებობს მე-4, მე-5, მე-6 სიმჭიდროვეში, ანუ გაზომილებაში. ჩვენ როგორც სხვა პერეზმა ეს მეორდება ახლა, ავიწყდება ხანდახან და მეორდება. ჩვენ გვექნება ცდომა 17 ახალ 17 პლანეტაზე. პლანეტისკენ. და ნაცისტებს გამომუშავებიათ ტექნოლოგიები, რომლებაც მისცეს იგნი ხომ კოსმოსში ცხოვრობდნენ. და გამოიმუშავებიათ ტექნოლოგიები, რომლებაც მისცეს საშუალება ამათ იმ 17 პლანეტასთან ქონოდათ კონტაქტი, რომელიც მისცემია მხოლოდ მე-4, მე-5, მე-6 განზომილებაში. даже მე-5, მე-6 განზომილებაში. აგრეთვე ამათ გერმანელებს შეეძლოთ გადაადგილება კიბერსივრცეში. და მათ შეეძლოთ დამსარიყვნენ იმ პლანეტებზე საერთოდ კაცობრიობას სიზმრთაც არ დაესიზრებოდა. ისეთ პლანეტებზე შდებოდნენ. და მათ შეეძლოთ ვარსკვლავთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარება. ხო, ამას ეყვება პენიბრები, ყველაფერზე ყვება, ყველაფერზე. თუ გაინტერესებთ,
არა მე რეკლამას არ უკეთებ, მე უბრალოდ მინდა თქვენ ცოტა წარმოდგენა გქონდეთ თუ რას აკეთებდნენ გერმანელები, მარტო გერმანელები კი არა, ამ დრაკონიელებზე კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ. დრაკონიელებზე 3-4 მეტრიან ხოჭოებს, რომლებიც ბინადრობენ მარსზე, რომ ეს ღვთისმლოცველები ბაგამოლ რუსულად მარსზე არიან, მაგრამ ჭიანჭველებს გავლარიან გარეგნობით და კიდევ არსებობენ ღვთისმლოცველები როგორც რასა. გავლარიან ნამდვილ ღვთისმლოცველებს და არსებობენ როგორც რასა. ისინი უფრო ლოიალები იყვნენ გერმანელების მიმართ. ძალიან საინტერესოა. მაგრამ გერმანელების მოლაპარაკებებს ყოველთვის კონფლიქტამდე მიყავდათ. რატომ? იმიტომ რომ გერმანელები ბოსები იყვნენ დრაკონიელები. დრაკონიელებმა დაიცვა ეს გერმანელები, როდესაც ისინი გამოიქცნენ ანტარქტიდიდან გაიქცნენ კოსმოსში, დაიცვა, ეხმარებოდნენ მათ მაგივრად ეს შავი ბნელი ფლოტი, გერმანელების ნავთვახვენ, მაპატიეთ, გონი შემიშალა, ნავთვახვენ, ნავთვახვენ, ხო, რაც ნიშნავს ბნელ ფლოტს და ისინი ეხმარებოდნენ დაუშვათ, ხო გიყვებოდით მე წინა ვიდეოში რომ ვისიც დამონება განადგურება იყო საჭირო, მაშინ იყენებდნენ გერმანელების და ამ შავი ფლოტი ის გაგებაზე ცივილიზაციებს, რომლის პლანეტის დაპყრობა უნდოდათ, კანკალი უვარდებოდათ. ისე ეშინოდათ გერმანელების. და არ ინდომდნენ არავის. და რადგან გერმანელებმა პირის შეკრეს დრაკონიელებთან, მზის დაცვა გაერთიანდა იუპიტერის ხელმძღვანელობასთან და სამყაროების გალაქტიკურ ფედერაციასთან, სანამ დაიჭერდნენ ამათ, სანამ მოუღებდნენ, დაადგამდნენ თავს და შეაჩერეს ისინი. და ამ გამოყოფილმა არისტოკრატიულმა გერმანელებმა იმ მაღალ განზომილებებში მოახერხეს თავისი კოლონიების შექმნა. წამოგიდგენიათ? და იმ 17 პლანეტასაც, რომელიც ახსენა ესმაელ პერესმა, შეძლეს თავიანთი კოლონიების შექმნა. და ისინი მანიპულირებდნენ საზღვრებით რეალობებს შორის. 80-იანი წლების ბოლოს ეს ამ გერმანელებმა მიაღწიეს სტატუსს მეორე ტიპის ცივილიზაციისა და მათ შეეძლოთ გამოიყენებინათ საპლანეტოშორისო რესურსები და კონტროლი გაეწიათ ჩვენი დედამიწის მთელ ენერგოსისტემაზე და ამ ნაცისტების გამო, ამ ნაცისტებს ვერ დაუძახებ ამათ გერმანელების გამო იმ პლანეტაზე, სადაც იყო მშვიდი ცხოვრება, დაიძაბა ყველაფერი, რადგან ესენი ატერორიზდნენ მათ, ატერორიზდნენ იმ პლანეტებს, მაღალ განზომილებიან პლანეტებს, ისინი აგრეთვე იბრძოდნენ რესურსების გამო. აგრეთვე იჭრებოდნენ ბევრ სამყაროში, მოგზაურობდნენ დროში, აგრეთვე ეომებოდნენ, ეკონფლიქტებოდნენ არაადამიანურ რასებს, იბრძოდნენ სხვადასხვა სიმჭიდროვის დონეზე, ანუ განზომილებებზე, ესე იგი იბრძოდნენ სხვადასხვა განზომილებებში, რომელშიც მონაწილეობდა ეს 17 სამყარო. და ამან ყველაფერმა მიიყვანა იქამდე, რომ იუპიტერის ხელმძღვანელობა ჩაერია ამ მოვლენებში. იუპიტერი ელოდებოდა კაცობრიობის მომწიფებას. იმ დროს, როდესაც ადამიანი რაკეტაზე მუშაობდა, ამ იუპიტერის პოსტი იმყოფებოდა კიპერსილცეში. იუპიტერი ელოდა სანამ ჩვენ დედამიწელები არ შექმნიდით ჩვენ დაცვის სისტემას და როდესაც ჩვენი დაცვის სისტემა შეიქმნა, იგივე მე ვახსენებ ხშირად დედამიწის ალიანსს, იუპიტერი ჩაერია და ეხმარებოდა დედამიწელებს. და ამ მზის სტრაჟის შექმნამაც დიდი როლი შეასრულა. და იუპიტერი ელოდება, როდესაც დედამიწელები შექმნიან კოსმოსურ პოლიციას, რომ ჩვენთან შემდეგ ითანამშრომლობს. მიტერი ფლოტი იქნა შექმნილი იმისთვის, რომ წინანდობა გაეწია გერმანელების შავ ფლოტისთვის.
ნეგატიური რეგრესორები, რუხები, ზეტა რეტიკულები, რეტიკულის მაპატიეთ, ზეტა რეტიკული ქსელიდან წარმომადგენლები, დრაკონიელები, ზოგი ღვთისმლოცველები და არის ნეგატიური ღვთისმლოცველები, არიან პოზიტიური ღვთისმლოცველები. და მხოლოდ ეს მზის დაცვა იყო უნარიანი, წინამდებობა გაეწია ამათთვის. დაზუსტად იმ დროს იუპიტერის მმართველობამ, ხელმძღვანელობამ აამუშავა პროექტი, რომლის მიხედვით უნდა დაწყებულიყო მზის სისტემის გაწმენდა. და პენი ბრელის აქვს ნათქვამი. გერმანელები ბრუნდებოდნენ წარსულში, იქედან მოყავდა თავისი ხალხი და ქმნიდნენ კოლონიებს. და როგორი ხალხი მოყავდათ იცით, ბრუნდებოდნენ იმ მომენტში, როდესაც გერმანიაში იყო, მაშინ არ იყო გერმანია, მაშინ სხვა სახელით იყო. და როდესაც ბობოქრობდა შავი ჭირი. ისინი აგროვებდნენ ამ შავი ჭირით გარდაცვლილებს, მოყავდათ, აცოცხლებდნენ მათ და ქმნიდნენ კოლონიებს. საქმე იმაშია, რომ გერმანელის ღვთისმლოცველებმა მისცენ რეზერვუარები, რომლებიც შედგებოდა, მე ნახსენები მოსბერჯე თქვენთან შავი ჟიჟა. ხო და ეს რეზერვუარები შედგებოდა გაწმენდილი შავი ჟიჟასგან. ხო, მხოლოდ ჟიჟას ცნობიერება იყო დარჩენილი და მაგალითად პენი ბრედლი ხშირად გაუცოცხლებიათ, თავიდან შეუქმნიათ. თურმე შეიძლება ერთი თითიც რომ დარჩეს, იმ თითიდან თავიდან გაგაცოცხლოს შენ შექმას კომპიუტერმა იმ ჟიჟაში კომპიუტერის მეშვეობით შექმნან შენ და მაგრამ თუ შენ ხარ 2 კვირამდე გვტარი, შენ მეხსიერება შეინარჩუნებ ცნობიერებას, მაგრამ თუ შენ ხარ 4 კვირიდან და 4 თვემდე გვტარი, შენ რომ გაგაცოცხლო, შენ არაფერი გეხსომება. თავიდან მოგიწევს ყველაფრის შესწავლა. ხო, ამიტომ გვეუბნებით, მე ხა არ ჩაუღმავდები ამას ყველაფერს. ვისაც გაინტერესებთ, 12 ვიდეო მიდენა მე პენი ბრედლიზე, არაფრის ძებნა არ მოგიწევთ არსად, ქართულად თარგმნილი მოусმინეთ. და ბოდიში გიხდით. მაშინ ეს ვიდეოები მე ჯერ გადავთარგმნე დაწერილად ქართულად, შემდეგ კითხვა მიწევდა და ამიტომ დიდ ბოდიში გიხდით ჩემი იუპიტერმა განადგურა ემკა ყველა ის კოლონიები, რაც ეკუთვნოდათ ამ ნაცისტებს, გერმანელებს. არა მხოლოდ 3 განზომილებიან მზის სისტემაში, არამედ 4-5 ელს განზომილებიან სისტემაში, რადგან გერმანელებს ყველგან ჰქონდათ ყველგან იყვნენ გავრცელებული. ასე რომ საზოგადოებამ, დედამიწის საზოგადოებამ არ იცის საერთოდ წარმოქმნას კი არა იმ ომებზე, რაც კოსმოსში მიმდინარეობდა ჩვენი სისტემის მაღალ ფენებში. იცით რა, რაღაცას გეტყვით, პენის ბრელის აქვს თქვამი. ზოგჯერ დაბა ყურადღებას რაზე მიაქცევდით, ჭიქაქუხილი რომაა, კარგ ამინჩი. ალბათ გსმენიათ, მე ხშირად ვსმენია ჭიქაქუხილი, კარგ ამინჩი, მზიან ამინჩი. მე წვიმაც არ მოდის არაფერი. და ეს ჭიქაქუხილი სინამდვილეში ხმა იყო, ხმა ბრძოლების. ისინი ხო ერთმანეთს უშვენ ჭურვებს, იარაღს ხო ხმარობენ და რომ აფეთქდება, ალბათ იმ აფეთქების ხმაა. ეს ჭიქაქუხილი იყო ბრძოლის ხმა ორბიტაზე, ან დედამიწის მაღალ სფეროებშიც ხდება ხოლმე, არა კოსმოსში მოხდარ ბრძოლებს ჩვენ ვერც კი გავიგებთ, მაგრამ თუ ხდებოდა ეს ბრძოლები ან დედამიწის ორბიტაზე, ან მაღალ ატმოსფეროს მაღალ ნაწილებში, მაშინ ჩვენამდე მოდიოდა ეხოთ და ეს ჭიქაქუხილი კარგ ამინდებში ნიშნავდა იმას, რომ ვიღაცა იბრძოდა, რაღაც აფეთქდა, ამდაგვარი რაღაცა. შაფლს უნდოდა კოსმოსში ბატონობა. ხო და ეს მზის დაცვა ცდილობდა დაეცვა ეს პლანეტები, ეს 17 სამყარო გერმანელებისგან. ხო, მე ვერ დავამთავრე და გერმანელებს აუგდალენ
აუფეთქეს ერთი პლანეტა, სადაც მათ კოლონია ჰქონდათ გახსნილი იმ წარსულიდან გადმოყვანილი გერმანელებით და წარმოგიდგენიათ პლანეტაზე ბინადრობდა მილიონი გერმანელი. ხო, და ამ პოლიციამ მზის დაცვამ შეიძლება იუპიტერიც იყო იქ გარეული, აუფეთქეს ეს პლანეტა. პენიბრელი ყვება ამას ძალიან კარგად დეტალებში დაწვრილებით და მაგრამ მისცენ უფლება ამათ გადაერჩინათ ხალხი. მისცენ უფლება წარსულში დაბრუნებულიყვნენ და გადმოიყვანათ ის ხალხი. მაგრამ მხოლოდ 500,000 გადმოიყვანეს. და ამაში მონაწილეობდა პენიბრელიც. დრაკონელებმა ათხოვეთ თავიანთი ხომალდები, მაგრამ მაინც ვერ და რამდენიმე გადასხვის უფლება მისცენ. გერმანელებს აუგზავნენ დროის ხაზით გამოყენება. საერთოდ არ ვიცი, პენი ყვებოდა თუ იური ლირი ყვებოდა ასტრალიონიკის ავტორი. არ მახსოვს ზუსტად რომელი იყო ამადაკანი და მათ დრო მისცენ, რომ მთელი თავისი ხალხი, თავისი კოლონიები ორტას ღრუბელის შიგ დაებრუნებინათ. მე თქვენზე მაქვს ნანახი ორტას ღრუბელი, მაგალითად ეს არის მზე, ხო? მზე. ორტას ღრუბელი მზე არა, მზის სისტემა. ამაში ჩვენც ვართ. ეს არის მზის სისტემა, ხო? აი ეს არის მზის სისტემა. ორტას ღრუბელი არის საზღვარი მზის სისტემის გარშემო. ქვია ორტას ღრუბელი. და გერმანელებს უბრძანეს გადმოიყვანათ თავისი ხალხი მაპატიეთ ამ ორტას შიგ. ამ ორტას ღრუბლის შიგ. დრო მისცენ. ახლა ამჟამად როგორია სიტუაცია, მე არ ვიცი, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოხვედრია. ამიტომ ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ ისეთ საქმეებში ჩადიოდნენ ისინი და ახლა რადგან დრაკონიელები შეჩერეს დრაკონიელები და მათი ნეგატიური მოკავშირეები, გერმანელებს უკვე იქ ვერავინ დაიცავს. ამ შავი ბნელის ინფრასტრუქტურა იყო სრულიად განადგურებული. ცისფერმა უცხო პლანეტელებმა ცისფერს რატო უძახეს, ცისფერი კანისფერი აქვენ. უბრალოდ ლურჯი. რატომ და სინი ლურჯი ფერის კანისფერი უცხო პლანეტელებმა ბარიერი შექმნეს ჩვენი მზის სისტემის გარშემო. მაგალითად აგრეთვე შეძლეს იმ 17 და მეტი რომელთანაც ჰქონდათ შეხება გერმანელის პლანეტების სუვერენიტეტის აღდგენა. დააბრუნეს მონობაში გაყიდული არსებები და განთავისუფლეს სინთეტიკური წარმომადგენლებისგან ის ტერიტორია. კარგით, მალე გამეჩვეშება ვიდეო, რადგან ბევრი დრო არა. ხო, კარგით, მოდი უბრალოდ აქ შევჩერდეთ. იქ კიდევ დარჩა ცოტა, მაგრამ ის მოსაყოლი, მაგრამ მაგი კითხვებზე კიდევ პასუხობს თავისი მსვენელების კითხვებზე. მაგრამ რაც მნიშვნელოვანი იყო, რომ თლად მე მგონი მეორე ვიდეოს კიდე გადაიღებს ის არხი დარჩა, მაგრამ მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იმ კაცმა თქვა და მე თქვენ გირჩევთ მოусმინოთ პენიბრელის. ნუ მიაქცეთ ყურადღებას თუ როგორ ყვები მე მაშინ სათვალებში ცუდად ხედავდი და მიჭირდა ჩემი დაწერილი წაკითხვა. ახლა არ მიჭირს. თავისუფლად კითხულობ, თავისუფლად წერ. ახლა ეხაც იცით რა, ახალი
ბროლი მიდია სპეციალური ბროლი, მინუსები რომ მოეხსნა და ბოლომდე არ მომიხსნას მინუსი, რომ რადგან თვალი შეგვებოდა, ჩემი მარცხნა თვალი ჯერ კიდევ ეგუება თავის ახალმდგომარეობას. ხო, და ბოდიშკი ხდით იმ დროს ასეთი მდგომარეობა იყო და ცოტა შეიძლება გაგახიზიანოთ ჩემმა საუბარმა, მაგრამ მეწუნეთ ინფორმაცია ძალიან საინტერესოა. მე ხარ თავიდან იმ ვიდეოს ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან შრომატევადია. ახლა პირდაპირ ვიდეოდან რომ თარგმნი, იმდენი შრომა არ ვიხლები რა საკურველია, იმიტომ რომ აქ შეიძლება მე ერთი 20 წუთი, 25 წუთი, ნახევარი საათი, 40 წუთი ან ერთი დრო უნდა, ხო? მაგრამ ეს ვიდეოები, რომელსაც მე თარგმნი, ზოგჯერ ისეთი გრძელია, მე მიწევს მათი შემოკლება. არა და მე ვისმენ, უფრო მე დროს უნდები მოსმენას ამ ვიდეოების. ამიტომ მე პენიბრელის მეორედ ვერ დავდებ. ახალ ვიდეოს ვერ გადავიღებ და თუ მოусმენთ, კარგ ინფორმაციას მიიღებთ. კარგით, მე ხა ამით დღეს გეშვიდობებით, ხვალამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.